სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. სოხუმის უნივერსიტეტი პირველია სასულიერო და საერო სასწავლებლებს შორის, რომელმაც ქართული ეკლესიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. წმინდა გიორგის ორდენი უნივერსიტეტის საზეიმო სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გადაეცემა. მისი ტარების უფლება მხოლოდ უნივერსიტეტის ლექტორს ექნება. სოხუმის უნივერსიტეტში მისულმა პატრიარქმა საპატრიარქოს დადგენილება პროფესორებსა და სტუდენტებს პირადად გააცნო. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი დაჯილდოებულია უმაღლესი ჯილდოთი საქართველოს ეკლესიისა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. მე მინდა რომ ეს ორდენი იყოს უნივერსიტეტის ჯილდო და უფლება მისი ტარებისა ექნება რექტორს. უსმინდესობამ განაცხადა და პირველი არის სოხუმის უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც ამ ორდენით დაჯილდოვდა. ჩვენ ეს უაღრესად ბედნიერები ვართ. დღეს სოხუმის უნივერსიტეტზე დიდი მადლი გადმოვიდა. ჩვენ ახსავსე ვართ იმით, რომ ვემსახუროთ ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს სტუდენტებს, კარგი ხარისხიანი სწავლა განათლება. იმფოზე, როდესაც აფხაზეთის უნივერსიტეტის დღეს აქვს უფრო მეტი გამოწვევები და უფრო მეტი საკითხები გადასაწყვეტი, ამ ფონზე უწმინდესის მოსვლა და ოსვა კურთხევა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და იცით, თუ რითი დააჯილდოვა უწმინდესმა აფხაზეთის უნივერსიტეტი, ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმულის და ენერგიის მომცემი, რომ უნივერსიტეტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია მოვალეობა.